let's fucking go. ესე იგი, ჩვეულებრივად დავბრუნდით დღეს და დღეს გსურს რომ დავაყენოთ ჩვენი Supabase ამბავი. შესაბამისად, Supabase-ში გადავიდეთ და ორი table უნდა შევქმნათ. ეს არის messages table და ეს არის conversations table. მაქსიმალურად შეცდები რომ მარტივად დაგანახოთ და ამის შემდგომ უკვე გადავალთ ჩვენს თვითონ client-ში და ვნახავთ ბარემ დიზაინსაც გადავსტილავთ მარტივად. აქვე ვიტყვი, რომ დიზაინი მაქსიმალურად იქნება თქვენზე დამოკიდებული, ჩვენ დიზაინზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, უფრო მეტად ფუნქციონალზე. შესაბამისად, თითოეული თქვენი პროექტი, ვინც მოყვება, იქნება უნიკალური და შესაბამისად, შემდგომ დიდი სიხარულით ვიხილავ თქვენს შედეგებსაც. ამ შემთხვევაში გვინდა რომ table editor-ში გადავიდეთ და აქ გვინდა რომ შევქმნათ table და მოდი სახელი დავარქვათ ამ შემთხვევაში messages. messages. Ну, description-ი არ გვინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. და აქ გვინდა ახლა რომ შევქმნათ ID და create it, რომელიც ავტომატურად დაგენერირდება. ასევე ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ conversation ID, რომელიც რეალურად უნდა იყოს conversations ID და ამიტომ აი უკვე არასწორად დავიწყე ამ შემთხვევაში მოდი Discord-ს გავაკეთებ და მოდი ჯერ შევქმნი conversations. create it და აქ იდეაში რაც გვექნება ერთ-ერთი ეს არის user ID და ამ შემთხვევაში აქ იქნება ტექსტი ჩვეულებრივად. ეს იქნება ჩვენი მარტივი table, ამ შემთხვევაში რაიმის გართულება არ გვინდა, გვაქვს UID კონკრეტული conversation-ის, გვაქვს როდის შეიქმნა ეს conversation და გვაქვს კონკრეტული user-ისთვის ეს conversation. შეგვიძლია დავასეივოთ. ეხლა შესაბამისად ჩვენთვის შექმნის tables და ეხლა კიდე გვინდა ახალი table შევქმნათ და აქ უკვე დავუბრუნდეთ messages. tables გვაქვს ID, created add ID, რაც ვთქვით, ხო, უნდა გქონდეს conversation ID და conversation-ის ID უნდა ჩავამაგროთ ეხლა ჩვენ user-ის ID-ს. conversation. ამ შემთხვევაში გვექნება ID. კი ბატონო. კონკრეტული conversation-ისთვის. შემთხვევაში შეგვიძლია ეს დავასეივოთ, ჩვენიერი. გვინდა user-ის ID, user ID, რაც იქნება ტექსტი. ესე, ასევე გვექნება როლი. და როლიც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ტექსტი, ხო? იქნება ეს user-ი, ან იქნება ეს ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში AI. გვინდა რომ იყოს ჩვენ ტექსტი. კი ბატონო. ასევე გვექნება message-ი. ესეც იქნება ტექსტი. და რეალურად, ну, ეგ არის ჯერჯერობით ეს აღჭირდება, ხო? აი ეს 6 ცალი რაღაცა გვექნება და შესაბამისად ამ 6 ცალზე შემდგომ უკვე დავადგენთ რა და როგორ. ну, ამ შემთხვევაში იქნება ეს ჩვენი user-ი, ან user-ი იქნება, ან AI იქნება. და შევინახოთ ახლა ეს table-იც. თან რაში გვჭირდება, ხო, ეს სქემა? ერთი არის რომ ჩვეულებრივად ვასაპორტებთ ამ ორი table-ით multi-session-ების chats, ხო, სხვადასხვა session-ი გვექნება. ყოველ კონკრეტულ users ექნება სხვადასხვა conversation-ი, სხვადასხვა chat-ი და message-ები იქნება, ანუ ერთად შეკრებილი კონკრეტული conversation-ისთვის. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია ახლა ჩვენ ავდგეთ და დავწეროთ police-ები, ხო? ჭირდება ჩვენ, ხო? ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეთ ჩვენს dashboard-ში. ну, კონკრეტულად შეგვიძლია გადავიდეთ ავტორიზაციაში. ან ოკეი, შეგვიძლია ისიც გადავიდეთ და იდეაში ჭირდება ახლა რომ RLS-ი დავამატოთ, მაგალითად conversations, მაგალითად ჯერ messages დავამატოთ. კონკრეტულ შემთხვევაში ხა პოლისი არა გვაქვს და ახლა გვინდა რომ
შევქმნათ ჩვენი პოლისები. უნდა შევქმნათ დაცული პოლისი, შესაბამისად create policy-ში შემიძლია რომ გადავიდე და იქნება ეს create policy insert ან ამ შემთხვევაში ეს ვიკეთოთ და policy-ში იქნება users can read their own messages. ხო? ან ჩვეულებრივად იქნება გვექნება აქ ხო? დოკუმენტის კონკრეტულად შესაბამისად ამ შემთხვევაში მესიჯები ან ნუ იდეაში შეგვიძლია რომ ავტორიზირებულიც ხონდეს ხო? authenticate-ზე ან authenticator-ზე authenticate სურს რომ იყოს ხო? შესაბამისად ტონი გვექნება მესიჯებისთვის select from და ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა აქ authentificate-ის მაგივრად ხო იდეაში ეს მე შემიძლია ავდგე და პირდაპირ SQL-ითაც რო დავწეროთ მსგავსი რაღაცაც არის შესაძლებელი და ნუ რეალურად მსგავსი რაღაცაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რა აქ ეს სამშალო ისე დავწეროთ ეს გვინდა authentificate-ზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში auth UID ხო და this user ID-ს ეს policy გვექნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში იდეაში using-ი არ გვინდა მაშინ user ID უნდა იყოს რა აი შეგვიძლია დავწეროთ უბრალოდ true ავტორიზებულ users უნდა შეეძლოს კონკრეტულად ჩვენთვის მსგავსი რაღაცაზე წვდომა და აქაც უბრალოდ შეგვიძლია policy დავწეროთ create policy on authenticating შეგვიძლია იყოს true და აქაც ჩვენ გვჭირდება რა users can read their own conversations. ან user-ებს შესაძლებლობა ექნებათ რომ თავის კონკრეტულ რაღაცებზე გქონდეთ ცნობა. ასევე ჩვენ გვინდა შესაძლებელი იყოს conversation-ის შემთხვევაშიც, აი conversation-ზე დავამატოთ მოდი ეხლა აქ გვინდა ჩვენ insert-ი, ეს უნდა იყოს authenticate-ი. ამ შემთხვევაში გვინდა იყოს true ან და იყოს null ხო და აქაც შეგვიძლია users can insert their messages ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ იყოს true და ასევე გვინდა ჩვენ მესიჯებისთვისაც download policy insert იყოს users can only send their own messages ხო authenticated-ისთვის იქნება was true კი ბატონო ეს რეალურად შესაძლებელი რომ გამზადდეს ჩვენთვის მსგავსი სიტუაცია და ამ შემთხვევაში ახლა იაში კიდე ეს რაღაცის დაწერა შეგვიძლია აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოდი theos from out UID ხო გურიდეს user ID-ს იდეაში ბულიანი თუ ჭირდება
აქ შეგვიძლია UID დავწეროთ, აბა. ჯერჯერობით არა გვაქვს ეს ავტორიზაციას, როდესაც დავამატებთ უკვე შემდგომ აგვიმუშავდება და აქედან გამომდინარე უკვე შეგვიძლია ჩვენ ავდგეთ და გადავამატოთ ჩვენი დიზაინი და ფუნქციონალი რაც გვსურს, ხო? ამ პირველ შემთხვევაში. შესაბამისად შეგვიძლია წავიდეთ ჩვენ კოდში, ხო? cd და გვინდა რომ შევიდეთ line finance back-ში და აქ npm dev შეგვიძლია რომ გავუშვათ, შევხედოთ რა როგორ გამოისახება საერთოდ, რაც ჩაიდვერთოს და გავუშვებ. ოკეი, დაისტარტა ჩვენი პროექტი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახლა ჩვენ არ გაგვაჩნია რეალურად UI, ხო? და აქედან გამომდინარე ეს სიტუაცია ისეთი შექმნილი, რომ ახლა გვინდა გავიტანოთ ჩვენი დიზაინი პროექტში, ხო? აქ ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, ეს შექმნილი სერვისები, AI სერვისი, chat სერვისი და Supabase client-ის რასაც ვიყენებთ და ახლა app-ში შეგვიძლია გადავიდეთ და უკვე შევქმნათ ჩვენთვის სასურველი მოცემულობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირველი რასაც შემოვაიმპორტებ, ეს იქნება useState React-დან, შემოვაიმპორტებ create conversations რა თქმა უნდა, შემოვაიმპორტებ ასევე load messages და შემოვაიმპორტებ save messages, ხო? ეს რაც დაგვჭირდება, რაც უკვე დავწერეთ და ასევე დავაიმპორტებ port Supabase from service Supabase-დან. ამ შემთხვევაში ახლა გვინდა რომ შევქმნით state-ები, მოდი const messages შევქმნი, რომელიც იქნება messages array-ის opacity, აქ გვინდა ახლა რომ გავუწეროთ ჩვენ interface-ი, ხო? interface messages. და ანუ ამ შემთხვევაში მექნება მე ID, ხო? კონტენტი შემიძლია რომ ისე იყოს. გვექნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონტენტი არა, message იქნება. უნდა გქონდეს როლიც, აუცილებლად. როლი user-ი იქნება ან ჩვენ შემთხვევაში AI, ხო? უნდა გქონდეს user-ის ID, user ID string-ი და ასევე გვჭირდება ჩვენ რა created edits მოდულად არის, შესაბამისად created edits იქნება string-ი, მაგრამ ესეც იქნება არასავალდებულო. ეს. და კიდევ გვჭირდება conversation ID, რომელიც იქნება არასავალდებულო. რაღაც ესეთი მსგავსი. კი ბატონო, ეს არის ჩვენი ინტერფეისი, შესაბამისად ეს როლი გავისწორდა. აქ გვინდა ახლა const დავადეფაინოთ input-ი მაგალითად, რომელიც იქნება თავიდან string-ი. string-ი კი ბატონო. და ასევე გვინდა ჩვენ const conversation ID, რომელიც ამ string-ი იქნება ან null-ი როგორც თქვით და default-ად იქნება null-ი. ოკეი? ესეთი state-ები გვაქვს. და ამ შემთხვევაში ახლა გვინდა ჩვენ ავდგეთ და შევქმნათ ჯერ initial conversation, ხო? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ავდგებით და შევქმნით ახლა ფუნქციას const initial conversation. ეს იქნება ასინქრონული ფუნქცია ჩვეულებრივად. აქ მოდი let და stored conversation ID გვექნება და local storage-დან ვიღებთ. ამ შემთხვევაში თუ მსგავსი არ მოიძებნა, ხო? I am stored conversation ID-ს დავაივეითებთ და create conversations შევქმნით guest-ის საშუალებით. ეს. ჩვეულებრივად შეიქმნება, მე აქ დავწერთ რომ if conversation ID თუ გვაქვს, დავალ local storage app. ეს ჯერ არ მინდა, ესეც არ მინდა, მადლობა. AI, ხო, ჩვეულებრივად local storage-ში items დავსეტავთ. ამის შემდგომ ჩვენ გვინდა რომ set conversation ID გახდეს. ესე, უბრალოდ null-ი არ გვინდა.
დავსეტოთ და მერე if stored conversation ID გვაქვს, მაგალითად const history შევქმნათ, history ეს იქნება await და load messages და store conversation ID-s ჩავასწრით და ამას გავასწორებთ და set item-ზე იქნება history. აქ ეხლა რაღაცები გასასწორებელი. load message-ებში გვაქვს შესასწორებელი case-ი და load message-ებში ეხლა რაც გვჭირდება, ეს არის რა? რომ გადავაწოდოთ აქ ID, ხო? load message-ებში აქ გვჭირდება რომ concentration ID გადავაწოდოთ და აქ EQT შევამოწმოთ, okay, ID ემთხვევა თუ არა ერთი მეორეს. აი ესეთი რაღაც გვექნება და set message-ებშიც message-ების array არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ესეც შეგვიძლია რომ უბრალოდ აი ესე ფიქსოთ. მოსმართად sorry string. რაც არის string ვერ იქნება, sorry რომ ობიექტი რო იყოს, ობიექტი უნდაც ვერ იქნება. პირდაპირ null-ით წვევ მაშინ და ესეც მიგეთაც საერთოდ არია case. ნო იმ შემთხვევაში მინდა რომ იყოს, ნუ message-ების array რო იყოს, აქ მაშინ პირდაპირ ამას აღარ ჩავაზვდი და ჩვეულებრივად ავდგები და ესეც ჩავაზვდით, მაგრამ ვაკ არ სურს, ჩვენ მეგობარს რო ჩაფეისდეს, ცუდი ჩვეულებრივად გვჭირდება ახლა history იყოს, ანუ ნუ ცარიელი array შესაძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ აქედან არაფერს არ ვარეთანებთ ჩვენ და ეს ბრალი შეიძლება რომ იყოს. აქ ჩვეულებრივად შემიძლია რომ console error-ი გავუშვოთ და დავაეროროთ და ის მაგალითად შეგვიძლია რომ ცარიელი array დავაყოთ მაგალითისთვის. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად მაინც იმუშავებს ჩვენი history-ით დააპდეიტებული case. და ეხლა რაც გვჭირდება? შენ გვინდა რომ ეხლა გავუშვათ ჩვენ send message, ხო? ასე ვქცია. send message. ამ შემთხვევაში send message გვინდა იყოს const-ი. ესეც იქნება asynchronous ფუნქცია, რომელსაც არაფერს არ ჩავაზვდით. პირველი ვალიდაციას გავაკეთებთ, რომ თუ input-ი არის ცარიელი დავარეturn-ოთ ან conversational ID მაგ შემთხვევაში დავარეturn-ოთ. სხვა შემთხვევაში კი უკვე const user message შევქმნათ. ამ user message-ისთვის გვექნება conversation ID, ხო? conversation ID რომელიც უდრის conversation ID-s, ასევე გვექნება user ID ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაც იქნება guest-ი. ასევე ჩვენ გვექნება role-ი, ხო? შემთხვევაში იქნება user-ი. ასევე ჩვენ აქ გვჭირდება რომ გქონდეს თვითონ უშუალოდ message-ი, ხო? message-ი და იქნება input-ი კონკრეტულ შემთხვევაში. და ეხლა გვინდა რომ set message-ები ეს const შეგვიძლია რომ იყოს. ჩავსეტოთ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში preview არის, ან ესეთი solution-ი შეიძლება, ან შეგვიძლია მაგალითად უშუალოდ message-ი ჩავსვედოთ და user message-ი ჩავუმატოთ. ამის შემდგომ await და save message-ი გვინდა და user message-ი უნდა ჩავუმატოთ, ხო? და ჩვეულებრივად input-ი შეგვიძლია გავანაახლოთ. ეხლა გვინდა ჩვენ const და AI response-ი და ჩვეულებრივად დაგვირესპონსოს ჩვენი input-ით უბრალოდ
ეს უნდა შემოვაიმპორტოთ. აი ესე. const AI message. რაც იქნება, რასაც დააკვირდებს, ხო? conversation ID უნდა იყოს. conversation ID სტოლი user ID უნდა იყოს. guest-ი ჩვეულებრივად ასევე როლი უნდა იყოს უკვე AI-ის, ხო? და message-ი უნდა იყოს AI response. ეს ხო? message-ი უბრალოდ ჩავაგარო. ანუ AI message-ი გვაქვს და ახლა გვინდა ისევ set messages დავაპდეითოთ, ჩავაწოდოთ messages თუცი, ანუ ჩვენ AI message გვაქვს და save message. კაი, აქ გვაკლია ახლა ჩვენ რაღაც და რეალურად ხենց გვაკლია, ეს არის ის, რომ არა, რეალურად არაფერი არ გვაკლია. უბრალოდ აქ არასწორად გვისპრედავს ჩვენი მეგობარი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ გქონდეს მაგალითად preview რაც არის, preview უშუალოდ AI messages და აქ AI message ჩავაწვდით. ბატონო, აქ ესე იგი error-ი გვაქვს ჩვენ, ხო? ნუ იდეაში string-ი და აქ რაც გვჭირდება ეს არის ეს const-ი დავუწეროთ და მოვაგვარებს, ხო? შეჩვეულებრივად. შემთხვევაში ეს return-ი შეიძლება და იცის სიმართლე ვთქვა და რეალურად ეხლა რაც გვჭირდება ეს არის რომ use effect-ით ყოველთვის ამ ყველაფრის განfetch-ვა, ხო? use effect-ი შეგვიძლია რომ მაგალითად უკვე მაღლა დავფაინდოთ, ან ლა ვიზახოთ და ამ შემთხვევაში ხო use effect-ში თავიდანვე initial conversations გავუშვებთ და ეხლა გვჭირდება რომ ჩვენი div-ი დავადეფაინდოთ ამ შემთხვევაში გვექნება აქ ჩვენ პირველი h1 მაგალითად AI chatbot-ი მოგვიგო შემთხვევაში ესეთი რაღაცა გვექნება მაგალითისთვის თავიდან მოდი ჩავაწოდოთ შოვაკ მაგრამ რაც გვინდა ინდექსი უბრალოდ ხო რომ გადაგვისტილოს ნუ ამის გადასტილავთ ხოლმე ჩვენს მეგობარს ჯერ აქ უნდა input-ი დავადეფაინდოთ ხო ის ჩვეულებრივად ხო ისეთი input-ი იქნება placeholder-ი შეგვიძლია რომ გავუკეთოთ key down-ზეც შეგვიძლია რომ message გავუშვათ მაგალითად კიდევ თუ არის send message გავუშვი და ასევე button-ზეც შეგვიძლია ჩვეულებრივად send message გავუშვათ. აი, ეხლა რომ შევხედოთ ჩვენ ჩats რეალურად ესეა. ეხლა ერთ-ერთი მე რაც ვიზო, ეს არის რაოდენები და გადავასტილნებ AI-ს. Please make nice design with tailwind. ცოტა დავაჰენდლოთ ჩვენ AI-ს, ხო? რეალურად ხა. ამაზე მუშაობს მე არ დავიწყებ გადასტილოზე. და ჩვეულებრივად ჩვენი რაღაცა chatbot-ი იქნება გამზადებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ეხლა აქ რეალურად სადესტოთ რახან user-ი არ გვაქვს შეგვიძლია ავდგეთ და ცოტა ხანი ავხსნათ policy მოდი დავუწეროთ მოდი ხო რა ვიდეოში ყველა შეძლოს
ჩაბეისება. Okay, insert-ზე გავაკეთეთ, ამისთვისაც გავაკეთოთ. ახლა გავაყოლოთ. Users can see short გვაქვს. კი ბატონო. და შემდგომ როდესაც ყველა ავტორიზაციას დავამატებთ, შემდგომ იქნება table editor-ში convos-ზე გავაკეთეთ. convoi. დავაედიტოთ ახლა policy. all user-ები. check sales true. public გავხადოთ. ვნახოთ როგორ იმუშავებს. all users. ბატონო. Okay, აქ სულებები გავაკეთეთ ერთადერთი, ხო, ანუ policy სახელი ესე გადავაწერეთ. guest-იც, იმიტომ რომ თავიდან ახლა ჩვენ database არ გვაქვს და guest-საც ვაწვდით, ხო? ჩვეულებრივად. და ამ შემთხვევაში მაინც error-ი გვაქვს. რამდენ ხა ჩვენ error-ს ვნახოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს not found-ი. payload-ად ვაწვდით guests, ხო? guest-ი და preview-დან არაფერი არ არის. აი, ეს რო გავუწმინდოთ და hello რო გავუშვათ. აქ როგორც ხედავთ, გვაქვს ესე იგი ჩვენ error-ი, იდეაში ვაწვდით, ანუ preview არაფერი არ არის. და გვეუბნება, რომ ვერ ვიპოვებ. კაი, მოიცა, ახლა ჩვენ ავგეთოთ table-ები, conversations, messages და აქ გვაქვს messages და conversation. ის პრობლემა იყო, ნახოთ. ეს error-ი გვაქვს. ამ შემთხვევაში რახან error-ი გვაქვს, ესე იგი ჩავამატე აქ მე error-ი. ანუ უფრო კარგად ვნახოთ. და აქ რეალურად ვიღებთ ახლა message undefined, details undefined. Okay, box undefined. აი, იდეაში მე ხარ პრობლემაც მაქვს, ეს არის ეს conversation max და რეალურად აქედან ვდგები და რას ვაკეთებ. ის პრობლემა გვაქვს ახლა ჩვენ აქ. და რეალურად ახლა პრობლემა აღარ უნდა გქონდეს. რეალურად ახლა პრობლემა გვაქვს სახელების არევაში და რეალურად უკვე იქნება, ხო, conversation-ები. იქნება ჩვეულებრივად. უბრალოდ ახლა აქ სხვა პრობლემა გვაქვს და ეს არის სახელების შეცდომა, ამ სახელებს დავფიქსავ ახლა და ხავე დაგიბრუნდებით. Okay, იდეაში აქ ახლა ვეწვალე და რეალურად ძალიან სულელური შეცდომა მაქვს, რასაც ვერ ხვდებოდი, ეს იყო ის, რომ ჩვენი conversation ID აქ დარქმეული როგორც conversation-ის ID, რაც არის ძალიან რთული. ამიტომ, იდეაში ხა ამას დავფიქსავ და დაგიბრუნდები. Okay, იდეაში დავბრუნდი, ცოტა გამაწვალა, მაგრამ ეხლა გიხსნით, რეალურად რა შეცდომაც იყო და რეალურად კაი შეცდომა იყო და ამ შეცდომებზე ვსწავლობთ შემდგომ და ეს არის, ხო, ანუ თქვენს თუ მსგავსად გექნებათ რაღაცა შეცდომა, რეალურად შეიძლება რომ სისულელე შეცდომა იყოს. ეხლა რეალურად აქ რა შეცდომაც იყო, ეს იყო ის, რომ მე conversation-ების მაგივრად მეწერა სრულიად სხვა რაღაც, ეს ერთი. შემდგომ message-ებშიც მეწერა სრულიად სხვა რაღაცა ID და უკვე აქ ჩვენ წინასწარ გქონდა გამზადებული ჩვენი ესე რომ ვთქვა სერვისები, ხო? და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხა ამ სერვისებში, აი გვეცადე რომ error-ებით დამლოგა, უბრალოდ ეს რო გადამეღო მთლიანი პროცესი, მაშინ ძალიან გაგვეწელებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა რაც იყო ეს იყო რომ conversations ერქვა, პირველი და არ ემთხვეოდა, მეორე ის პრობლემა იყო რომ როდესაც მე ID-ს ვაწვდიდი აქაც იყო შეცდომა და შესაბამისად უკვე სახელები დავალაგეთ და რეალურად აქ აფში ხა, ხო, ჩვეულებრივად გვაქვს კომპონენტები შექმნილი და ამის დაშლაც რა თქმა უნდა უფრო მეტად შეიძლება, ამ ეტაპზე ესე მექნება და მოდი ახლა რომ ვნახოთ hello
line. What? Hello. My name is Presley Karanadze. What is my name? როგორც ხედავთ, ანუ აქაც არ აქვს წვდომა ჩვენს AI-ს. შესაბამისად, აქ ეხლა მთავარი არის ის, რომ შექმნილი არის ჩვენთვის conversation-ი, ხო? ჩვენი conversation-ი. message-ები არის აქ დალაგებული, ну, რეალურად აქ მთავარი არის, რომ conversation-ს ID სწორად ჩაეწოდოს. აქ არის ჩვენი conversation-ები. ეხლა მე რო ავდგე თავიდან გადავარეფრეშო, ну, ეს conversation-ი აქ აღსურდება და ანუ რეალურად უკან full stack აპლიკაციას ემსგავსება ჩვენი ვებსაიტი. შესაბამისად, მომავლის upcoming საკითხები არის უკვე ჩვენთვის ეს რომ ჩვენი AI chatbot ჰქონდეს წვდომა ჩვენს ხო მიცემულ მონაცემებზე და შესაბამისად მსგავსი რაღაცა აღარ განმეორდეს. იმიტომ რომ როდესაც სახელი მიგვეცი და შემდგომ ჩემი სახელი ვკითხე, არ ვიციო და თუ შეიძლება რომ გამიზიარო. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერჯერობით წვდომა არ აქვს ამ AI-ს ჩვენს ხვებებზე და აი ამ კონტექსტს upcoming ლექციებში შევინახავთ. შესაბამისად, ну დღეისთვის საკმარისია, ცოტა ბაგები გქონდა, მაგრამ საბოლოოში დავაკავშირეთ თუ რაიმე გაუგებარი იქნებოდა კითხვებში in description, უბრალოდ ამას მაქსიმალურად სწრაფ დროში ვცდილობ რომ გავაკეთო და აქედან გამომდინარე დროის უქონლობის გამო მაინც ვცდილობ რომ კაი ხარისხის კონტენტი დავდო. შესაბამისად გამოგვიწერეთ, დაგვა subscribe-ეთ აუცილებლად და ну რეალურად ავტორიზაციასთან დაკავშირებული კითხვას დაისვა, შესაბამისად ერთხმად გადაწყდა რომ ну ერთხმად არა ერთი ადამიანი იყო ვინც დააფიქსირა კლერკი, მაგრამ უმეტესად OAuth-ი დაფიქსირდა და შესაბამისად Auth.js გამოვიყენებთ მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, გისურვებთ წარმატებებს. ხო, დიზაინი თქვენი სრული შემთხვევაში დაამატეთ და ყველამდე დროებით.